ინფანტილიზმი არის ის ძირითადი ბერკეტი, რითაც ყველა ტირანი მართავს საზოგადოებას. იმიტომ რომ თუ შენ ხარ უკვე წიფე აზროვნების, ჩამოყალიბებული აზროვნების და გაქვს შენი აზრი, შენი შეხედულება, ბუნებრივია შენი მართვა შეუძლებელი. ვინ უნდა აიღოს და ვინ არის ძირითადი სპონსორი, ეს არის გამოუსწორებელი რომანტიკოსები. რომანტიკოსები, რომლებსაც სჯერათ, რომ შეიძლება საზოგადოება შეცვალო უკეთესობისაკენ და შეუქმნა ისეთი ფასეულობა, ისეთი ცოდნა, ისეთი იდეები, რომლის გამოც შენ ბონუსი არ დაგერიცხება, შენ ხელფას არ მოგიმატებენ, ამით ვერ იყიდი იმ ბედნიერ დალოცვილ დივანს და იმ ტელევიზორს და იმ მანქანას ვერ იყიდი, მაგრამ გექმნება სულ სხვა ფსიქოლოგიური კომფორტი, სულ სხვა სამყარო, სულ სხვა ფასეულობა. აი ხა მე რომ მართველი ვარ. ამიშობა კომპანიის მართველი ვარ თუ სახელმწიფოს მართველი ვარ რაღაც. მე ხო ძალიან მაწყობს ინფანტილური საზოგადოება. ეგ ხო სამართავად არის ადვილი აი ამერიკელები რომ ამბობენ low hanging fruit, ხო? ანუ ეს ხილი რომელიც ყველაზე დაბლა არის და ადვილი მოსაწყვეტია. თავისუფალი ადამიანის მართვა არ არის ადვილი. ეს ადამიანი ხშირად უმართავის კი ხდება. აი საბოლოო ჯამში რომ შევხედოთ საზოგადოება რომელიც არის თავიდან ბოლომდე იერარქიული და ამ იერარქიულში ეს მართველთა კლასებს სანიანას აწყობთ ინფანტილიზმის როგორ თქვა? აღვიცი, რატო ავიწყოთ? კარგად ლამაზად მეყოლება ეს ინფანტილური საზოგადოება და რასაც ვეტყვი, რასაც ჩავძახებ, იმას ამომძახებს.